საქართველოში ზიანშემცირების პირველი პროგრამები შეიქმნა 2001 წელს, დაიწყო ზიანშემცირების პროგრამებმა მუშაობა. თბილისში ხორციელდებოდა ორი პროგრამა, ეს ერთი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სასოებას პროექტი, მეორე იყო ერთობლივი პროექტი შიცის ცენტრის და ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და მესამე პროექტი მიდიოდა ბათუმში, იქ ჯანდაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტი ახორციელებდა ამ პროექტს. ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ეს მათ სასიკეთოდ კეთდება, რომ აქ არაფერი ხაფანგი არ არის დაგებული, იმიტომ რომ პირველ ხანებში უგვირდათ, რატომ შეიძლებოდა ვინმეს ქონოდა სურვილი დახმარებოდა მათ და მათ სასიკეთოდ გაეკეთებინა რამე და აი იმ პირველ პროექტებს საკმაოდ უჭირდათ ბენეფიციარებზე გასვლა და ბენეფიციარების მოზიდვა და ჩართვა პროგრამებში. აი ეს ბარიერი უკვე დაწლეულია. მეორე დიდი მიღწევა ეს არის ერთგვაროვნად დადებითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან. არ შეხვედრია ზიანშემცირების პროგრამებს არანაირი დაბრკოლება, თუნდაც აი ქუჩის მეზობლების მხრიდან, თუნდაც ჟურნალისტების მხრიდან, თუნდაც პროფესიონალების მხრიდან, იყო რაღაც ერთეულოვანი წინააღმდეგობები პროფესიონალებიდან, ნარკოლოგებიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ზიანშემცირების იდეამ გაიმარჯვა. სამი ორგანიზაცია სპეციალურად შეიქმნა ზიანშემცირების პროგრამების განხორციელების მიზნით. ზიანის შემცირება აღიარებს, რომ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული პრობლემა ძალიან მძიმე და ძვირად უჯდება საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს აღიარებს, რომ ტოტალური ომი ნარკოტიკების მოხმარებასთან არის უტოპია, რომ ყოველთვის იარსებებს ჩვენს ირგვლივ ნარკოტიკული საშუალება და ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც სურვილი ექნება მოიხმაროს ეს ნარკოტიკი. ამიტომ უფრო ეფექტურია დაეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ პრობლემა და ვისაც მოცემულ მომენტში არ შეუძლია ან არ სურს ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა. ასეთი ადამიანები საქართველოში განსაკუთრებით მრავლად არიან სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს მკურნალობა რეაბილიტაციის სრულყოფილი სისტემა და რაც არსებობს, ამაზეც ბევრს არ მიუწვდება ხელი. ამიტომ ყველაზე ეფექტური, რაც კი შეიძლება დღეს საქართველოში განხორციელდეს, ეს არის ზიანის შემცირების პროგრამები, ანუ იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვინც ნარკოტიკების მოხმარებას ვერ წყვეტს. მოიხმარ ინიექციურ ნარკოტიკებს, მოდი ეს გააკეთე ისე, რომ ნაკლებად დააზიანო შენი ჯანმრთელობა. ანუ დაიცვა თავი ვირუსული ინფექციებისგან, დაიცვა თავი ბაქტერიული ინფექციებისგან და ზედოზირებისგან. შემდეგი ნაბიჯი უკვე, როდესაც ადამიანებს ამას მივაჩვევთ, ამ ჩვევებს განვუმტკიცებთ. მოდი ინიექციური ნარკოტიკი შეცვალე არაინიექციურით. ამისთვისაც არსებობს საქართველოს შესაძლებლობა ჩააცვლებითი თერაპიის პროგრამების სახით და შემდეგი ნაბიჯი არის მოდი და შეწყვიტე ნარკოტიკების მოხმარება და იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე.